ცოტა ხნის წინ დასრულდა ხულოში მორიგი საკრებულოს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საკრებულოს დარბაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დატოვეს. ბურჯანაძის პარტიის წევრთა პროტესტი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცებამ გამოიწვია. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა კახა დეკანაძემ გამგეობაში 32 შტატის დამატება გააპროტესტა. 32 შტატის დამატება, სადაც დღეს სოფლები გვყავს სოფლის უნებულების და წარმომადგენლების გარეშე. კარგად ვიცით, ყველა ვადირე ყავდა 99 წუნებული, დღეს გვყავს 25, 32 შტატი დაემატა და აქედან სამწუხაროდ 27 სოფლებში ანაწილებენ და 5 შტატს ისევ გამგეობაში იტევენ და მე ვფიქრობ, რომ გამგეობაში და საკრებულოში შტატი არაა საჭირო, იმიტომ რომ გავსილია მთელი კაბინეტები, სადაზენ ადგილი არ იციან. იყო შტატების დამატება, სოფლებში დაემატა 27 ერთეული სოფლის სპეციალისტის შტატი, რომელმაც გამოიწვია ასევე ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და თანხების დამატება შრომის ანაზღაურების მოხდში.